რომ წმინდა სპირიდონის ხატი ხო ყველას განცნეული გაქვს. იქ ხელში აგური უჭირავს, რომელსაც იქ ახლა არ ჩანს ესე რომ შეიძლება არ ჩანს კარგად რომ აგური უჭირავს, მაგრამ აგური უჭირავს და ეს უჭერს ამ აგურს. ზემოთ წყალი მოდის, ზემოთ ცეცხლი მიდის და შუაში რჩება ეს. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებდა თუ გქონდათ ეს შემჩნეული ეს სხვადასხვა ნაირი ხატები არსებობს, მაგრამ ჩვენ საგანგებოდ ესეთი შევარჩიეთ, რომ დაწერილი იყოს ესეთი აღნიშნული ყოფილიყო ეს მომენტი მისი ცხოვრებით. ეს არის წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხსენების დღე და ეს არის ერთ-ერთი დიდი მღვდელმთავარი ჩვენი ეკლესიისა, მართლმადიდებელი ეკლესიისა. და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიისა, იმიტომ რომ მე-11 საუკუნემდე რომის ლათინურენოვანი ეკლესიაც, ახლა რასაც კათოლიკურ ეკლესიას უწოდებთ, იქამდე ერთიანი იყო ეს ეკლესია და შემდეგ გამოეყვნენ და სხვა სწავლება შემოიტანეს თავის წიაღში. და ეს წმინდა სპირიდონი, რაზეც ვამბობდი, ესე იგი ხელში რო აგური უჭირავს, მეთქე ეს დაკავშირებულია პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებასთან. 325 წელს შედგა ეს კრება და ეს კრება არ იყო ერთჯერადი. ასე კი არა, ხა ჩვენ შევიკრიბეთ, რაღაცა მოვილაპარაკეთ და დამთავრდა. კრება ფაქტიურად 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. და ამ 1 წლის განმავლობაში მრავალი შეკრება აღესრულა და ამ მთავარ შეკრებათა შორის კიდე იყო წინა მოსამზადებელი შეკრებები. და წარმოიდგინეთ, რისი აღნიშვნა მინდა, რამდენი მღვდელმთავარი მთელი მსოფლიოდან ჩასული, მათ შორის საქართველოდანაც თითქმის ეპისკოპოსი სტრატოფილე ჩასული ამდენი მღვდელმთავარი ამხელა გზა მარტო მოხუცებული ადამიანებისათვის. ზოგი ისეთი იყო, რომ ზოგს სხეულის ნაწილი აკლდა, ესე იგი ზოგი დასახიჩრებული იყო, დევნა ახალი შეწყვეტილი 313 წელს შეწყდა ქრისტიანთა დევნა მილანის ედიქტის საფუძველზე, რომელიც კონსტანტინე დიდმა გამოსცა და იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რწმენისათვის მრავალი ჭრილობა ჰქონდათ მიღებული, რწმენის ერთგულებისათვის და ესეთი ხალხი იყო. ერთ-ერთი იყო მათ შორის წმინდა სპირიდონი, წმინდა ნიკოლოზი იყო ამ კრებაზე, იყო ათანასე ალექსანდრიელი, ალექსანდრიელი ეს დიდი მღვდელმთავრები არის. და სწორედ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იქნა სარწმუნოების სიმბოლოს, ანუ წამსის პირველი ნაწილი შემუშავებული. მანამდე ეს წამსი ყველა ეკლესიას ჰქონდა თავთავისი სიმბოლო სარწმუნოების, მაგრამ როგორც უკვე მსოფლიო სიმბოლო სარწმუნოებისა, ნიკეის კრებაზე 325 წელს იქნა შემუშავებული. ასე მთავრდებოდა და წამს სული წმინდა. სული წმინდის შესახებ სხვა განსაზღვრება არ იყო პირველ კრებაზე. და მეორე კრებაზე უკვე კონსტანტინოპოლში უკვე იქნა მიღებული ის დანარჩენი ნაწილი წამსისა, რასაც კითხულობ. და სული წმინდა უფალი და ცხოვრობს ყოფილი, რომელი მამისაგან გამოას და ასე შემდეგ იქიდან მოყოლებული წამსის ბოლომდე. ამიტომაც ამ წამს, ანუ სარწმუნოების სიმბოლოს უწოდებენ ნიკეა კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს, რადგან პირველი კრება ნიკეაში შედგა, მეორე კრება მსოფლიო საეკლესიო კრება კონსტანტინოპოლში და ამ ორ კრებაზე იქნა დადგენილი ეს სარწმუნოების სიმბოლო და მრავალი შრომის და მრავალი წყალების, ოფლის და ნებავსისხლის ფასადაც კი იქნა ეს დადგენილი. რატომ უსვამ ახლა ამას ხაზს? ეს არის ის, რაშიც არის გადმოცემული მართლმადიდებლური სწავლება.
რაშიც აი სწორად როგორ უნდა სწამდეს ადამიანს თავისი რწმენა რო ჰქონდეს. ჩვენ შეიძლება ახლა სწამს, მაგრამ აი სწორად როგორ უნდა სწამდეს, ამაზე ელაპარაკი. იქ არის საუბარი იმაზე, რომ ძე ღმერთი არის თანაარსი მამა ღმერთისა. ანუ ერთი ბუნების მქონე, ერთარსი მამისა. ჩვენ ხო ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში ერთარსი მამისა. სწორედ აი ეს ერთარსი მამისა, ეს ტერმინი იქნა შემუშავებული პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. იმიტომ რომ იყო ეგვიპტეში მოღვაწე, ამას მოღვაწეობა შეიძლება დაარქვას კაცმა, სასულიერო პირი, რომელსაც ერქვა არიოზი და ეს არიოზი ავრცელებდა ცრუ სწავლებებს, თითქოს ძე ღმერთი არ არის თანამარადიული მამა ღმერთის. არამედ იყო დრო, როდესაც ძე ღმერთი არ არსებობდა. მაგრამ თუ იყო დრო, როდესაც ძე ღმერთი არ არსებობდა, მაშინ ყოფილა დრო, რომ მამაც არ ყოფილა მამა. ეს დოგმატური საკითხია, ამიტომ ახლა მე დოგმებში აღარ შევდივარ, მაგრამ ზოგადად ჩვენ ვიცოდეთ, რომ ამით ირღვეოდა ყოვლადწმინდა სამების დოგმა. და სწორედ ამას ეძღვნებოდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. და ამ კრებაზე იყო ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი ფილოსოფოსი, რომელიც ამათის ხელოვნების წყალობით ყველას ჯობნიდა არიოზელთა მხრიდან წარმოდგენილი. და ერთ-ერთ წინა საკრებო შეკრებაზე ადგა მღვდელმთავარი სპირიდონი, რომელსაც უნდა სიტყვა წარმოეთქვა და მაგრამ იცოდნენ, რომ ეს არ იყო ნასწავლი ადამიანი, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, წემსის კუდი ახურავს. წემსი იყო და შემდეგ ის მღვდელმთავრად აკურთხეს მისი გამორჩეულობის, მისი სიწმინდის და კიდევ მრავალი თვისების გამო საკვირველებებს ახდენდა, სასწაულებს აღასრულებდა. ისგან ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს მიცემული მისი წმინდა ცხოვრების გამო. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წიგნიერების თვალსაზრისით ხო უფრო მეტად იყო დაწინაურებული და როდესაც ადგა, რომ პასუხი გაეცა ამ ფილოსოფოსისთვის, რომელიც ყველას ჯობნიდა სიტყვაში. ყველას ეშინოდა, რომ რა პასუხს გასცემდა და მღვდელმთავრის პირიდან. ძალიან უბრალოდ, ძალიან მარტივად გასცა პასუხი, რომ ერთი არის ყოვლადწმინდა სამება და რომ ძე ღმერთი გარკვეულ ჟამს მოვიდა ამ სოფელში იმისათვის, რომ ადამიანები გადაერჩინა. ძალიან მარტივად, კატეხიზმოს დონეზე, როგორც ითქვა, პატარა ბავშვიც რომ გაიგებდა. შემდეგ თავად ყვებოდა ეს ფილოსოფოსი, რომ მე ყველას ჯობნა შემეძლო აიქრობის ხელოვნების მეშვეობით. მაგრამ როდესაც ეს მოხუცი კაცი ადგაო და სიტყვა წარმოთქო, მე უკვე უძლური ვიყავიო მისი გაგეებიდან გამომავალი სიტყვების წინაშე. და თავადაც ირწმუნა მან და ესეც ერთ-ერთი კულტურული დამცველი გახდა აი ამ რწმენის ფილოსოფიის. უბრალოდ რწმენის ნათქვა. და სწორედ იმას უკავშირდება ეს აგურის შემთხვევაც, რომ მან აიღო აგური ხელში და თქვა, რომ ისინი ხვალუნე როგორ არის, რომ თან ანუ ყოვლადწმინდა სამების ერთობა, რომ ღმერთი თან სამებაა და თან ერთია. და აგურში, აი როგორც ნახეთო აგურშიო, ხო ცეცხლისგან გამომწვარია რა ის თიხა, წყალია თიხაა და ცეცხლი. და როდესაც ხელი მოუჭირა, ის დაიშალა იმ სამ სტიქიათ ხუთიც იყო შედგენილი, მაგრამ სინამდვილეში ერთი ჩანდა ის. ასევე ყოვლადწმინდა სამებას ადარებენ ხოლმე მზეს. მზე არის სიმბოლო ყოვლადწმინდა სამებისა. რა მხრივ, რომ მზეს თავისი დისკო აქვს, თავისი სინათლე აქვს და თავისი სითბო აქვს. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სინათლე სხვა არის, სითბო სხვა არის და მზის დისკო კიდევ სხვა. სამზე სხვა არ ვამბობთ, ერთს ვამბობთ. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, სამივე ერთია, მაგრამ ჩვენ თან სამს ვამბობთ. და თან როდესაც ყოვლადწმინდა სამებაზე ვსაუბრობთ, არის
ვერაფერს ვერ შეადარებ. რაცმა რო თქვას, აი ჩვენ რო გვინდა რომ ადამიანს რაღაცის შესახებ მოუყვეთ, რომელიც მას არ უნახავს. ხო, ვცდილობთ რომ რაღაცა მაგალითები მოუყვანოთ, რომ აი გინდა რომ მიახვედრო ის როგორია და რაღაცა შეადარებ, ის აი ამას გავს. იმას ესეთი გემო აქვს დაახლოებით. ხო, რაღაცა ამ შინაარსისაა დაახლოებით ასეთია თუ ისეთია, მაგრამ ყოველ წმინდა სამებას ვერაფერს ვერ შეადარებ ეს. ეს მზის მაგალითიც ესეც აი ძალიან პირობითია. პირდაპირ ამასაც ვერ შეადარებ. იმიტომ რომ შეუდარებელი, ის ერთადერთი და ესეთი მეორე არ არსებობს. ამიტომაც ვერაფერს ვერ შეადარებ. თუმცა მორწმუნე ადამიანმა გარკვეულ დონემდე ეს უნდა იცოდეს. როგორ განიმარტება ყოვლადწმინდა სამება, აი იმ დონემდე, როგორც წმინდა სპირიდონი ადგა და განმარტა ადამიანს. იმ სარწმუნოების სიმბოლოს დონეზე, მისი განმარტების დონეზე უნდა იცოდეს, კატეხიზმა უნდა იცოდეს. თუმცა ამის იქით ბევრი ძიება, აი დოგმატურ საკითხებზე მსჯელობა გამოუცდელი და განუწმენდელი ადამიანისათვის ეს ძალიან სახიფათოა. იმიტომ რომ იქ არის მრავალი ბეწვის ხიდი, სადაც ადამიანს გავლა უწევს. ერთი ასეთი პატერი კი არსებობს, მამათა ცხოვრებიდან პრობა, რომ ერთ-ერთი წმინდა მამა მიდიოდა ზღვის სანაპიროზე და ხედავს, რომ პატარა ბავშვი, ეს მაგალითი ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ იმიტომ გახსენებთ, რომ იგი ძალიან კარგად ცხადყოფს იმას, რომ ადამიანის გონება ამხელა საიდუმლოს თავის პატარა თავში ვერ დაიტოვს. მიდის და ხედავს, რომ ეს პატარა ბავშვი ორმოს თხრის ზღვის ნაპირზე. და ეკითხება, რომ რას აკეთებო და აი ზღვამდე ჩავასხო ამ პატარა ორმოში. თვითონ ფიქრობს, აი რანაირად სისულელი არ არის, რანაირად ჩაასხავს ამხელა ზღვას იმ პატარა ორმოში. და მას ისგან ეუწყა, რომ მაგან უფრო შეიძლება ჩაასხას ეგ ზღვა მაგ ორმოში და ჩაეტიოს, ვიდრე ის საიდუმლო ჩაეტიოს შენს თავში, რაზეც ახლა ფიქრობ. ეს ამ დროს ფიქრობდა ყოვლადწმინდა სამების შესახებ, როგორ არის. მაგრამ იმ დონეზე, რაც რასაც კატეხიზმური ეს ადამიანმა უნდა იცოდეს, რას წამს. აი სარწმუნოების სიმბოლო წამს ისულებ ერთი როზე პირადაც უნდა იცოდეს, რას წამს და მეორე კიდევ უნდა შინაარსობრივად იცოდეს, რაზეა ლაპარაკი, რომ ღმერთი როგორ წამს. სარწმუნოების სიმბოლოში საუბარია ასევე ქრისტეს ჯარცმის შესახებ, მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ამაღლების შესახებ, მეორედ მოსვლის შესახებ არის საუბარი. საუბარია ეკლესიის შესახებ. როგორია ეკლესია, რა არის ეკლესია, ამის შესახებ არის საუბარი. საუბარია მეორედ მოსვლის შესახებ. საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანის სული მარადიულ ცხოვრებაში გარდაინაცვლებს და ადამიანი ამას ელოდება. მოელი აღდგომას მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმის ამის საუკუნეზე. საუკუნო მარადიულ დაუსრულებელ სიცოცხლეს ელოდება ადამიანი. და თუ ადამიანს გაშინაარსებული აქვს ეს სარწმუნოების სიმბოლო და ცდილობს, რომ აი ამით იცხოვროს. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს არ ასწდება ამ შემთხვევაში გზას მართლაც რისთვისაც ადამიანი ამ სოფელში მოდის. იმიტომ რომ მთავარი შინაარსი ეგ არის, რომ ამ სოფელში ახლა ურწმუნომაც და მორწმუნემაც მიწიერი გაგებით შეიძლება თანაბრად ერთნაირად მიაღწიონ რაღაცას. მაგრამ ეკლესიური ცხოვრება ადამიანს აძლევს სულის გადარჩენას და ცხონებას. ეს არის ყველაზე მთავარი. რასაც მორწმუნე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს. ეს არის სულის გადარჩენა, სულის ცხონება. ეკლესიის მისიაც ეს არის, რომ ადამიანებს ასწავლოს სულის გადარჩენის გზა. ადამიანი ცხონდეს. ეკლესია ამიტომ დაარსდა, რომ ადამიანის სული გადარჩენოს. წმინდა სპირიდონის შესახებ ბევრი ცნობები სამწუხაროდ არ არის, მაგრამ არის გარკვეული, აი მაგალითად არის ცნობები, რომ მისი მოწყალების შესახებ, რომ ძალიან მოწყალე კაცი იყო.
ასეთი წესი ჰქონდა მოწყალებისა, რომ იგი თუ იმე მოდიოდა და რაღაცას თხოვდა, ის თვითონ არ აძლევდა ამ მოწყალებას. ეუბნეოდა, რომ აი მიევნიშნებდა, რომ იქ არის და რამდენი სჭირდება, იმდენი აიღო. და ჩასესხების დროსაც ისევ მადლის მიუთითებდა, აი იქ არის და დააბრუნე იქ. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ადამიანის განწყობა, რომ ყველაფერი ღვთისაა, ეს ჩემი არ არის. იქ არის, აიღე, შენ ღვთისგან იღებ და ისევ ღმერთს დაუბრუნე. თუმცა ზოგ შემთხვევაში ადამიანი აი ამ კეთილ განწყობას არასწორადაც ხომ იყენებს ხოლმე და იყო ერთი კაცი, ერთი ვაჭარი კაცი, რომელმაც რამდენჯერმე რო სთხოვა და კვლავ დაუბრუნა და შეადგო, რომ მას არავინ არ აკონტროლებს, ესე რო თქვა. საცდურს ახვა, ესე რო თქვა და აღარ დააბრუნა ის, რაც უნდა დაებრუნებინა და თითქოს დააბრუნა. მაგრამ რასაც დათესავს ადამიანი, ხო ისევ იმას იმის. და კვლავ გაუჭირდა. ესეც ღვთისწყალობა იყო მისთვის. კვლავ გაუჭირდა, კვლავ მივიდა წმინდა სპირიდონ. წმინდა სპირიდონმა კვლავ ის ადგილი მიუთითა, სადაც მანამდე დავნიდა და იღებდა. ეს კაცი გამოვიდა და ამბობს, რომ იქო არაფერი არ არისო. მეუფეო, არაფერი არ არისო. წმინდა სპირიდონმა უთხრა, ო, შენ დადეო, იქ იქნებაო და თუ იმას ეძებ, რაც არ დაგიდიაო, მაშინ შენ თავს დასცინი ხარ. თუ დადო, იქ უნდა ყოფილიყო და ამითი გამოაშკარავდა მისი აი ეს არ დავარქვათ მიდრეკილება აი ამ უზნეობისადმი და შეინანა ამ კაცმა და ეს არის მისი გადარჩენა და ეს სინანულია გადარჩენა. ასევე მისი ცხოვრებიდან არის ესეთი შემთხვევა, როგორც თვით ის მწყემსი იყო. ამას შეიპარდნენ ის ცხრების მოსაპარად და რაღაცა უხილავმა ძალამ დააბა ისინი, ვეღარ მიდიან, მისი ეზოდან ვეღარ მიდიან და დილით რომ უნახია, ადამიანი იქ სხვადასხვაგვარად მოიქცევა ხომ არ არის. არაერთგვაროვანი იქნება ადამიანების დამოკიდებულება. მაგრამ წმინდა სპირიდონს მათთვის ულოცია, გაუხსნია ისინი და ბოლოს დაურიგებია, რომ ჯობია იშრომოთ და თქვენი შრომით მოიპოვოთ თქვენი სარჩო და სვეთის მისაცემათაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, როგორც სახარებაში. ერთი სხვარი უჩუქებია, ანუ დაუფასებია მათი ღამის შრომა. ანუ ეს მცდელობა ცხვრის მოპარვისა ჩაუთვალა შრომაში. წარმოიდგინეთ, რა სიმაღლე უნდა იყოს სულიერად, რომ ის რომ იწვალეს, უნდა მოეპარათ, მაგრამ ვერ მოიპარეს, მაგრამ მთელი ღამე ხო იწვალეს. ჩაუთვალე როგორც იშრომეს მთელი ღამე და აუნაზღაურა შრომა, ესე იგი. ერთი ცხვარი გაატანა და გაუშვა. ოღონდ ამ ცხვართან ერთად სულიერი დარიგებაც ხომ ისცა, რომ არ მოეპარათ და ეშრომათ. ამავე დროს სიყვარული გაატანა. აი სიყვარული დამოკიდებულებაა, რაც ადამიანს ცვლის. თორე ის რომ ესე რომ ვთქვათ, სტანდარტულად მოქცეულიყო, თუმცა სტანდარტული მოქცევა უფრო არაადამიანურად, თორე ეს ადამიანური მოქცევა იყო ეხლა რაც გააკეთა. ადამიანი ესეთი უნდა იყოს, არა? ჩვენ ეს იმიტომ გვიკვირს, რომ ადამიანი აღარ აკავს დღეს ადამიანს და ესეთი მიდგომები ერთმანეთისადმი გვიკვირს. ეს მართლაც იშვიათობაა. თუ იშვიათობა იყო მე-4 საუკუნეში, მით უმეტეს 21 საუკუნეში იშვიათობა. მე-4-ს რატო ვამბობ? იცით? მე-4 საუკუნეს უწოდებენ ეკლესიის ისტორიაში საუკუნე მზეს არის შედარება. იმდენად სულიერად ამაღლებული იყო მდგომარეობა. ეხლა დღეს რო ბაზარში გაივიდე, რაზეა ლაპარაკი? რა დღეს ხდება, იმაზეა ლაპარაკი, ხომ არ არის? და იქ თურმე აი უბრალო ესე დაბალ ადამიანურ ურთიერთობებშიც კი საუბარი იყო იმაზე, რომ ღმერთი
ყოვლადწმინდა სამება რომ არის, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, ეს იყო ადამიანების, ესე იგი, საუბრის მთავარი თემა. უბრალოდ ხალხი ჩვენაირი ბაზარში რომ მიდიოდა რაღაცის საყიდლად თუ ეს იყო მათი საწუხარი და საფიქრა. უმეტეს იქ თუ ესე იყო გაუცხოებული ადამიანური მიდგომა, ეს მეტუმეტეს და ეს არ არის და ესეთი მიდგომა თulis ადამიანს, ესეთი მიდგომა ადამიანს გამოსწორების გზაზე აყენებს. ახლა ის ადამიანები ხო დაფიქრდებოდნენ, რომ რა არის, როგორ არის. აი მაგალითად ვიქტორ ჰიუგო რომ აღწერს, ესე იგი დიდებული ნაწარმოებია საბრალონი ადამიანი რომელიც თავად არის გატორღელი, გატორღიდან გამოუშვება, გაათავისუფლება და სადაც მიდის, ჩვენ ამაზე ვისაუბრე მე მოკლედ თვითონ, სადაც მიდის არსად არიღებენ, როდესაც აღმოაჩენენ რომ ამას გატორღელის ბარათია, საბუთი. და მე მივთითებენ, რამდენიმე განვია ბოლოს, ესე იგი ერთი ძაღლის ბუნაგია და იქ შეძრება და იქ ბატონად არის აღწერო იქიდან ძაღლიც გამოაგდეს იქიდან. ბოლოს ამზეა წამოწოლილი და ბატონი ერთის რომ აი სახში თუ მიხვედიო ეპისკოპოსის სახს მიასწავლეს. ეს ეპისკოპოსი ძალიან უბრალო კაცი იყო. აღწერს ჰიუგო საავადმყოფოს დაუთმო თავისი შენობა და თვითონ საავადმყოფოს პატარა შენობაში გადავიდა იქ ცხოვრობდა. კარს არასოდეს არ კეტავდა მისი და ძალიან წუხდა ამის გამოსულა ეშინოდა. მაგრამ თვითონ ესეთი კაცი იყო, უბრალოდ ცხოვრობდა, ძალიან უბრალოდ და როდესაც შევიდა ეს კაცი თავიდანვე ეს და ამისი თქმა უნდოდა რომ აღენიშნა რომ ეს კატორღელი იყო. იმიტომ რომ სადაც მივიდა თავიდან და ყველას უნდა მიეღო და ბოლოს რომ აღმოაჩენდა რომ ეს ყოფილი კატორღელია, ყველა უარსეუბნოდა და აქ მივიდა თუ არა პირველი ეს დაიწყო რომ ვარ თუ გაგდება გამაგდონო და მაგრამ ეპისკოპოსი მე ვიციო ვინც ახარ. თქვენც იცითო? იო ვიციო, შენო ჩემი ძმა ხარ. აი უკვე დამოკიდებულება შეხედე. შენ ჩემი ძმა ხარ. აქ შემოსულს ეგ კარიო. იმას კი არ ეკითხებაო, ვინ ახარო და საიდან მოხვედიო. არამედ იმას ეკითხებაო, რა გიწისო და რითი დაგეხმარო. ხო შეიყვანა, მოეფერა, დააყურა, დააძინა. ეს კაცი ადგა და ღამე ვერცხლის ჟანდლები და კორძები მოიპარა. და წავიდა და პოლიციამ, ჟანდარმერიამ დაიჭირა ესე. და მოუყანეს ამას. რომ ესე დავიჭირეთო მოკლედ. არა, ეგო მე ვაჩუქეო. რატო აწუხებთო მაგკაცო, მე ვაჩუქეო, გაუშვით. და როდესაც ეკითხება, რატო გააკეთე ესო? მე ამითიო, შენი სულიო ეშმაკისაგან გამოურისყიდებ. მაგრამ ამან კი არ შეცვალა. ეხლა აი იქ მივდივარ, რაზეც დავიწყე. ამან კი არ შეცვალა. აი ამ დამოკიდებულებამ კი არ შეცვალა, ნახეთ. იქიდან რო წამოვიდა ეს ჟანვარჟანი ამოვიდა და ეს ახლა ფილმიც არის, მაგრამ ფილმში ეს მომენტი არ აჩანს. არა და მე ვფიქრობ, თავარი მომენტი მთელი ამ ყველა მისი ფერის ცვალებისა, მისი გარდატეხის თავარი მომენტი ის არის, რაც ფილმში არ აჩანს. არ ვიცი, მე შეიძლება ვცდები, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ამოვიდა და ზის აი ბარდიოს რო ეძახს, ხო, ქუჩაში. გამოიარა ერთმა პატარა ბავშვს. და იმას წაართვა ფული. ამან. და ეს ატირებული გაუშვა სახში. და მე რაზე დაფიქრე? აი აქ მოხდა მისი გარდატეხა. და მე რომელსაც აი ესე სიყვარულით მომექცნენ. მე როგორ მოვეკეცი ამბავს. და აი იქ მოხდა მისი ფერისცვალება. იმის შემდეგ ის სხვა კაცი. საოცარი ადამიანი. და აი მოი რატო ამბობს, როგორც წმინდა სპირიდონი მოექცა იმათ, რომ გაატანა ეს ხარი.
სადღაც შეიძლება მათ კიდევ ხელი დასცენოდეთ, მაგრამ რო აღმოაჩენდე, რომ ვიღაც ესე დიდებულად მოგვექცა ჩვენ და ჩვენ ისე ნაგავით ვიქცევით, აი შეიძლება იქ გამოსწორებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. წმინდა სპირიდონის შესახებ კიდევ არის ესეთი ამბავი გადმოცემული, რომ მართლა მიმდინარეობდა და ერთი დაჭირებული კაცი მიადგა მის სახლს. მან შეიპატიჟა სახლში, არაფერი არ ჰქონდათ, გამოიტანეს, მეუღლე გარდაცვლილი ყავდა, თავის გოგონას უთხრა გამოეტანათ რაღაცა ხორცი და აი ამ ხორცს შეჭამს იმის გამო, რომ სტუმარს გაუადვილოს და ძლიერი არ დარჩეს. ანუ რჯული რომ ადამიანს სულიერად ესმის, იქ ახლა მას ხორცის ჭამა კი არ უნდა. მაგრამ იმას უნდა რომ ადამიანი დაეყურებინა. ახლა ხო არის რომ აი სტუმრად რომ მიხვალ ადამიანი და თვითონ თუ მასპინძელი იკრიჭა შეკრული ზის, შენც გერიდება. მაგრამ ის რომ რაღაცა მაგალითს მოგცემს, რაღაც შენც მოგაწოდეს, ის სხვაგვარად არის. ამიტომ წმინდა სპირიდონმა აიღო და ჯერ თვითონ მიირთო. და მე ამასაც შესთავაზა. ეს მსხვერპლი, მან მსხვერპლი გაიღო ამით. ეს მსხვერპლი სიყვარულის გამო იყო გაღებული. და არა იმიტომ, რომ მას ხორცის ჭამა უნდა. მაგრამ მის გარშეც გააკეთა. აი, თავარი არის სიყვარული, რა ადამიანი ერთი მეორეს რაღაცა სიყვარულით, რაღაცა წესებით კი არ მიუდგეს, არამედ სიყვარულით მიუდგეს. ამას უნდა ვკითხულობდი, ესე იგი. ალუდა რო იყო, ალუდა კეთილაური. ეს ალუდა კეთილაური ის იყო ვაჟავშაველი რო. ეს მომღეროდა. მოგერა. და რაღაცა ქორწილი ყოფილა მოკლედთან. რაღაცა ამწყდარა ჩხუბი. საერთოდ თაში არ იჯავება ჩხუბი. ერთი შემთხვევა იყო ესეთი. იმისათვის რომ ჩხუბი მოხდარიყო, თვითონ იქაურები ყვებიან. აი, ხო იყო ხოლმე ხატობა და საერთოდ იკრიბებოდნენ დღესასწაულები, მინდორზე უამრავი ხალხი. თვითონ იქაურები ესეთ რაღაცას ყვებოდნენ, რომ იმისათვის რომ ის ჩხუბი მოხდარიყო, ისეთი პირი უჩანდა, რომ უნდა დამთავრებულიყო ისე ეს შეკრებები, რომ არაფერი ჩხუბი არ ხდებოდა. დავიდა ერთი კაციო და სახლიდან ეს სადღებელი რო არის ასეც. კარაქს აკეთე. გადაიკიდა ესე. ზურგზე და როგორც ძროხა ეგრე მოათროკიალებს იმას. რატო? ვიღაცას რაღაცა ეთქვა. და მე როგორ გაუბედეს და ერთი გოგო ყვებოდა კიდე. რა ვიცი, ისიც იქაურა. საგანგებოთო ფეხსაცმელზე თასმებში იხსნიან, რომ ვიღაცას ფეხი დაებიჯებინა, რომ ამას მოყოლო და და ეხლა ეს მარტო იქ კი არ ყველგან ხდება. ხორცში რაღაცა მოხდარა და ამას თქვა, ეხლა ვიცი რას გიზავო? რას მიზავ, იცი რას გიზავო და რას ეხლა ერთი მაგრა ჩაგეხუტებიო და ჩაგკოცნი. მაგას რო კაცი გეტყვის, რა უნდა უთხრა, სულ რო გაგიჟებული იყო. აი დამოკიდებულება აცხრობს ყველაფერს. ეგ ადამიანური სიყვარულის დამოკიდებულება. მაგრამ სადაც ეგ არ არის და მარტო წესებია და რაღაცა ესეთი მიდგომა. აი დღეს ჩვენი პატრიარქის აღსარდრების დღეა 57 წელი. ჩვენი პატრიარქიც სწორედ ესეთი. აი როგორც ახლა საუბრობთ წმინდა სპირიდონს. ესეთი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს. ყველა სიყვარულით ელაპარაკებს. ჩვენი მოძღვარი ამბობს ხოლმე, რომ ჩვენო ბევრი ენა გვაქვს. ლაპარაკობთ, ზოგს ასევე ლაპარაკები, ზოგს ისე და პატრიარქიო ყველას ერთი ენით ელაპარაკება და ყველა ადვილად იგებს ამას. იმიტომ რომ ის სიყვარულით ელაპარაკება, სიყვარულის ენით ელაპარაკება.
ერთხელ ამბობდა ჩვენო ერის წყლულების გაშიშვლება ვიცით და ამ წყლულებს რითი უმკურნალოთო იმაზე არ ვფიქრობთ. ანუ ჩვენ მარტო ვიტყვით იმანის დააშავა, იქ ასე ცუდი ხდება, იქ ისე ცუდი ხდება. და თითქოს ჩვენ ამას წარმოვაჩენთ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ესე ხდება და ჩვენ ხვდებით, რომ ესე ხდება, მაგრამ ჩვენ იმაზე არ ვფიქრობთ, რომ იმას როგორ უშველოთ და ჩვენი წილი რა არის, თუნდაც იმ საშველში. Pervane. 47 წელი ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. 47 წელი. წარმოიდგინე. უმეტესობა ჩვენთაგანი აქ ვიცით, რომ დავიბადეთ ის უკვე პატრიარქი. უმეტესობა ჩვენგანი კი არა, ალბათ თითოეული ჩვენთაგანი რომ დავიბადეთ ის უკვე ბერი იყო. ვარაუდობთ ასე იქნებოდა. შემთავარი იყო 67 წელია ის რაც სასულიერო პირია. თუ არ ავწდები ახლა. იმ პერიოდში, ესე იგი, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა საშუალო ასაკი იყო დაახლოებით 80 წელი. ну წმინდა სინოდის მღვდელმთავართა საშუალო ასაკი 80 წელია, იგი მას ნიშნავს, რომ ვიღაც 78-ისა, ვიღაც 93-ისა, ვიღაც 87-ისა, ხო? და ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მივდივართ მოხუცებული ხალხიდან. აღარავინ აღარ აჩენს ახალგაზრდა, რომ ამ გზის გამგრძელებელი იყოს. წარმოიდგინეთ, და რამხელა მუგეში იყო მაშინდელი და დღევანდელი ეკლესიისთვის, რა თქმა უნდა, მაშინ იმიტომ ამბობ, რომ ახალგაზრდა ენერგიით სავსე, სიყვარულით სავსე ადამიანი, რომ ამ გზაზე დგებოდა. და ერთ-ერთი წიგნი ვნახე ადრე სტუდენტობის დროს, ვესელიძის ქუჩაზე სიმონთან იყო ჩვენი სასწავლებელი, ახლა იქ არის სასულიერო სასწავლებელი. მაღაზიაში შევდივართ ხოლმე, რაღაც წიგნი იყო და უკანა მხარეს პატარა მინაწერი ჰქონდა პატრიარქის, რომ მე მინდოდაო, რომ ერთი პატარა სოფლის მოძღვარი ყოფილიყავიო და ეს პატარა სოფელი ერთი ოჯახი ყოფილიყო. და ვინც ასე მცირეში ერთგულია, ღმერთი იმას დიდზე აყენებს. მაგრამ ვისაც შეიძლება პატრიარქობა უნდა, პირდაპირ იქიდან უნდა დაწვა. ის შეიძლება ვერაფერსაც ვერ მოეწია. ვაი, ესეც მაგალითია ჩვენთვის, რომ ადამიანი მცირეში უნდა იყოს ერთგული. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რატომ. თუ კარგი პატრიარქია, ეგ იმას ნიშნავს, რომ ის მღვდელმთავრობაშიც კარგი იყო. ერობაშიც კარგი იყო, ერისკაცობაშიც კარგი იყო, პასუხისმგებლიანი იყო, ესმით აი რაზეა ლაპარაკი. პირად ვიხსენებთ ხოლმე დავით წინასწარმეტყველს, დავით მეფსალმონეს. ისიც მცირეში ერთგული იყო და ღმერთმა დიდზე მეფედ დაადგინა. პირმეტყველი ცხრების წემსად დაადგინა. მაშინ როდესაც ის იყო ცხვრის მწყემსი და როდესაც სამუელ წინასწარმეტყველი მათ ოჯახში მივიდა, იმას არ თვლიდნენ სათვალავში, საიმისოთ, რომ შეიძლება და ისიც მეფე გავხდარიყო. არა და იცოდნენ, რომ იესეს სახლიდან უნდა ერთ-ერთი შვილი მეფედ კურთხეულიყო. და წარმოადგინეს შვილები, ანათაც ერთი შესახედავათაც, რომ შეიძლება და მეფე ყოფილიყო, მაგრამ ღმერთმა უთხრა სამუელ წინასწარმეტყველს, აქედან არც ერთი არ არის მეფე. ღმერთიო ადამიანის გულს უყურებს, ადამიანი კი ადამიანის სახეს უყურებს. ანუ მარტო ამ სახით და გარეგნობით, გადაწყვეტ, რომ უნდა იყოს. მერე მოიყვანეს დავითი პატარა გამხდარი. ხარში იყო და დაუძახეს ისიც მოიყვანეს და ღმერთმა უთხრა, აი ეგ უნდა იყოს. მერე თვითონ დავითი ყვება, ესე იგი არის სხვადასხვა ადგილზე წმინდა წერილში, რომ საიდანაც ირკვევა, რომ როდესაც ნადირი გაიტაცებდა მისი ფარიდან ხარს, ის გაეკიდებოდა და კბილებიდან ართმევდა. რაც ამით, ესეთი გულმოდგინე იყო იმ ცხვრის მწყემსვაში. ამიტომ რადგან მცირეში ერთგული იყო პირუტყვის მწყემსვაში,
ღმერთმა პირმეტყველი წყლის წყემსა დაადგინა. და სწორედ დავითის პერიოდზე არის ნათქვამი, რომ მან თვითონ კი არ იმეფა, არამედ ღვთის რჯული ამეფა ისრაელს. ღვთის რჯული ამეფა ისრაელს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი რა თანამდებობაზე თუ რა სოციალურ სიმაღლეზეც არ უნდა იყოს, თავის ქვემოთ რაც მას ჩაებარა ღვთისაგან, განაგოს და მართოს არა ისე, როგორც მას უნდა, არამედ ისე, როგორც ღმერთს უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ადამიანის ხელქვეით ორი ადამიანია, მაგრამ იმ ორ ადამიანს თუ ისე მოექცევი, როგორც აი ცდილობს შინაგანად, რომ სინდისიერად და ღვთისმცნებისავრ მათ მოექცა, მაშინ ღმერთმა შეიძლება 10 ადამიანზე მოგანდოს პასუხისმგებლობა, რომ მათ მოუარდა. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მათი დირექტორი და უფროსი ხარ, არამედ მათზე ზრუნვა გევალებ. დავითი სულაც არ ფიქრობდა, რომ დირექტორი იყო ისრაელის. დავითი ფიქრობდა, რომ ღმერთმა დაადგინა იმისათვის, რომ ისრაელისათვის სარგებელი მოეტანა. ისევე, აი, როდესაც სოლომონი, მისი შვილი სოლომონი გამეფდა, ისიც ნახეთ რას ევედრება ღმერთს, უფალო, მეო გამოუცდელი ვარო, ახალგაზრდა ვარ, გამოუცდელი ვარ. და რადგან ეს ჩამაბარეო, ეს სახელა სამწყსო ჩამაბარე მეფე არის, წარმოედგინე სოლომონი მეფე კურთხევის დღეს ასეთი ფიქრებია ახალგაზრდა კაცს, რომ ღმერთო მომეციო გული გონიერი, რომ შემზე მონდობილი ადამიანები შენთვის სათნოდ წყემსო. ეს არის ის განწყობა, რაც ღმერთს მოსწონს. ჩვენ შეიძლება მეფეთ არავინ არსად არ დაგვადგინა, მაგრამ ოჯახში კაცი რო ესე ფიქრობდეს, მოდი ჩემი ოჯახი ისე მოვაწყო, როგორც ღმერთს ნებავს. და გამოიკვლიოს რა ნებავს ღმერთს. როგორი დამოკიდებულება ნებავს ღმერთს, რომ მე ჩემი მეუღლის მიმართ გქონდეს. როგორი დამოკიდებულება შვილების მიმართ. როგორი დამოკიდებულება მეზობლების მიმართ. უმრის მიმართ თუ მშობლების მიმართ როგორი დამოკიდებულება, დედმამიშვილების მიმართ. აი, რასაც ითვალისწინებს წმინდა წერილი და საღვთო მცნება, რასაც ითვალისწინებს, ვეცადო, რომ მე ესეთი ვიყო ჩემს ოჯახში. და თუ ადამიანი თავის ოჯახში არ არის ესეთი და მას ცოტა დიდ ოჯახზე დააყენებენ, სიტყვაზე, აი, ქალაქის მმართველად დააყენებენ. რასაც სახში აფუჭებდა და არ აკეთებდა ღვთისთვის სათნოდ, იმავეს გააფუჭებს და ვერ გააკეთებს ქალაქის შემთხვევაში. და ეხლა ეგეთი თუ დადგა ქვეყნის სათავეში, იქაც მაგას გააფუჭებს. მაგრამ ის თუ მცირეში ერთგული იქნება თავის ოჯახში, შეხედავს ღმერთმა ისედაც იცის, მაგრამ ადამიანიც რო შეხედავს და ნახავს, რომ აი ამას როგორი კარგათა აქვს ოჯახი მოწყობილი, როგორ ყველა ერთმანეთს უჯერებს, ყველა ერთმანეთს სიყვარულით ელაპარაკება. არჩევანის წინაშე რო დგებიან, ყველა სულიერს ირჩევს ჯერ. და მე ხორციელზე ფიქრობს, ანუ ღმერთზე არიან მინდობილები. და თუ კაცმა ეს შეძლო თავის ოჯახში, პირადი მაგალითი, თან ამას აი ხაზი უნდა გაეცეს, პირადი მაგალითი, იმიტომ რომ ოჯახის მოთავეობა, ოჯახის დირექტორობას კი არ ნიშნავს. შენ რომ უფლება გქონდეს, რომ იქ დირექტორი იყოს, მოდი ესე თუ მაინც ვიღაცას მაინც დირექტორობა უნდა. ამის მორალური უფლება ხო უნდა გქონდეს. როგორ გექნება თუ მაგალითს არ აძლევ? მოთმინებაში, სიყვარულში, მეგობრობაში, თავგანწირვაში, სიწმინდით ცხოვრებაში, სამართლიანობაში, თუ ამის მაგალითს შენ არ იძლევი, მაშინ შენ რისთვის უნდა დაგიჯერო? ოჯახის თავს იმიტომ უნდა დაუჯერო ოჯახის სხვა წევრები, რომ ეს ოჯახის თავი თავად უჯერებს ღმერთს. ღმერთს რომ უჯერებს, იმიტომ უნდა დაუჯერო მასაც. იმიტომ რომ თითოეული მორჩილება ადიოდეს ღვთისადმი მორჩილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მაგალითად აი რატო საეკლესიო ცხოვრებაში ესე რომ სულიერი შვილი თავის მოძღვარს უნდა უჯერებდეს.
ეს მოძღვარი თავის მღვდელმთავარს უნდა უჯერებდეს, მღვდელმთავარი თავის პატრიარქს უნდა უჯერებდეს, პატრიარქი ღვთის ცნებებს უნდა უჯერებდეს, მისი მორჩილი უნდა იყოს და აი ესე ჩვენი მორჩილება ადის ღმერთისადმი მორჩილებას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიას ეს მორჩილება. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც აი ასეთი განწყობით ვართ, მაშინ ვართ ღვთის შვილები, მაშინ ვართ ეკლესიის შვილები. და თუ ჩვენ აი ამ მორჩილების იმიდან გავდივართ, მაშინ რა გამოდის? მაშინ ვისი მორჩილი ვართ? საკუთარი თავის და სინამდვილეში კი ეშმაკის. მაგრამ ჩვენ უნდა რაღაცნაირად აი ვცდილობდეთ, რომ ჩვენს ოჯახში ვიყოთ მაგალითი. მარტო ის კი არა, რომ აი რაღაც და მაგალითი ვიყოთ. დედა მაგალითი უნდა იყოს თავისი შვილებისთვის. უფროსი შვილი მაგალითი უნდა იყოს უმცროსი შვილებისთვის. და ეს მაშინ მოხდება, როცა მაგალითი იქნება მამა დედისთვის, დედა უფროსი შვილისთვის და უფროსი შვილი მაგალითი იქნება უმცროსისთვის და ესე გადაეცემა ქვემოთ. ესე ხდება. თუ ეს ირღვევა, მე ყველაფერი ირღვევა. თუ ეს არ არის სწორად. მის თქმამდე თუ ადამიანი მცირეში არის ერთგული, მერტი მას უფრო დიდზეც დააყენა. ეს სახარებისეული სიტყვები. მოდი რამდენიმე შეკითხვა და რადგან პასუხისმგებლობა გვაქვს, ესეც გავაკეთოთ. ავძაღზე რომ კითხოთ, არც თვითონ ჭამს და არც სხვა საჭმელს. ამ შემთხვევაში ხომ ადამიანზეა გადატანითი მნიშვნელობით საუბარი და რატომა მსგავსი საქციელი ცუდი. რომ განვიმარტოთ ორივე და სიტყვით რომ გავითვალისწინოთ. რატო არის ცუდი და თუ შენ არ შეგიძლია რომ ჭამო და არც სხვას არ აცი რომ ჭამო, საბა ცუდი არ არის? დაუშვათ ვიღაცას გვიძლია წუხებს და გვინდოს ვერსავს სიტყვაზე და მივიდეს და სქერსაც დაუქციოს. ხო შეიძლება მოკლან ეს ცოტა მარტო გვიძლის ტკივის არ დაჟერდეს. ეშმაკის ზეციდან იქნა გადმოგდებული მისი ამპარტავნების პატივმოყვარეობის გამო და ის რაც მან დაკარგა თვითონ ვერ შეირგო. ცდილობს რომ ადამიანსაც დააკარგინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შურის ამბავიც არის. შურის გამო ებრძვის დაცემული ძალა ადამიანს. მარტო ღვინოზე კი არ არის აქ ლაპარაკი, აქ სასუფეველზეა ლაპარაკი. შენ არ მიდიხარ ამ გზაზე და სხვასაც გინდა ეს დააკარგვინო, ეს არის ძალიან დიდი ბოროტება. ძალიან მაწუხებს საკუთარი აზრები, გულის თქმები, არ ვიცი როგორ მოექცა, როცა დავიწყე სულიერი ცხოვრება, ბევრ სულიერ საკითხავებს კითხულობდი და დავიწყე ჩემი თავშეკავება ყველაფერში. და ახლა კიდევ მგონია ეს ზედმეტი იყო და მაწუხებს. ნორმალურად საჭმელსაც ვერ ვჭამ, ვერ ვიცინი, საკუთარ თავს არ ვაძლევ არავის უფლებას, არ ვიცი ასე რატომ ვაკეთებ. სულ მგონია დაღვრემილი უნდა ვიყო, რაიმე ახალი რომ მაქვს მთელი დღეები მტანჯავს ცუდი ფიქრები, სიტყვები გულში, ეს ეშმაკისგანაა? ეს არის თვითრჯულობა. ადამიანი თავის თავს რო დაუწესო, გარკვეული თავშეკავებები ასე და ისე. ესე არ შეიძლება. არც სულ დაღვრემილი არ უნდა იყოს. რატო უნდა იყოს ადამიანს? ქრისტიანი იმას კი არ ნიშნავს, რომ დაღვრემილი იყოს. პირიქით, ქრისტიანი ხალისიანი უნდა იყოს. თავჩაღუნული და გულწათხრობილი და ის კი არ უნდა იყოს. ეგ არ არის არც თავმდაბლობა, არც არაფერი არ არის. არამედ ის უნდა იყოს ხალისიანი და თავშეკავებული უნდა იყოს არა ყველაფერში, არამედ ცოდვების ჩადენის უნდა იყოს თავშეკავებული. მოწყალებაში თავშეკავებული არ უნდა იყოს. ესე იგი,
არც გაღიმებაში არ უნდა იყოს თავშეკავებული, შეიძლება დაბღვერის დროს თავშეკავება, არ უნდა დაუგვიროს, აქ თავი უნდა შეიკავოს. თუ რამეს იყიდის კიდე ახალს, მეც მადლობა უნდა უთხრას, თუ ეს სჭირდება, რა თქმა უნდა, ეს ახალი თუ სჭირდება მას, უნდა იყიდოს და მეც მადლობა უნდა უთხრას, რომ ეს შესაძლებლობა მას მიეცა. თუ ეს ახალი ნივთი არ სჭირდება და მხოლოდ იმის გამო ყიდულობს რაღაცა ნება აქვს ნივთების მოყარეობისა, ეს ცუდია, რა თქმა უნდა, და თუ თავის თავს ეს შეატყვა, აქ უნდა ახსარება თქვა შეინანოს, რომ ეს ნელ-ნელა გამოსწორდეს. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ეხლა თავი მოიკლას კაცმა. ცოდვა ეხლა, ცოდვა ისეთი რამეა, რომ ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვა. ვიღაცას ეს ცოდვა აქვს. რაღაცა ნივთების მოყარეობის ცოდვა აქვს, ასეც ეს თუ ახალი უნდა თუ რაღაც ვიღაცას აპარტამენტების, ვიღაცას სიძუნწის, ვიღაცას ასეთი და ვიღაცას ისეთი. მაგრამ თავარი ის არის, რომ ადამიანი რასაც თავის თავში აღმოაჩენს, მივიდეს და შეინანოს და არ ჩათვალოს, რომ რაღაცა მარტო მის თავს ხდება რაღაც უცნაურობა, რომ ცოდვაში ჩავარდო. არსებობს ასეთი ტერმინი ტანჯველი რელიგიურობა. ეს რას ნიშნავს? ადამიანი რომ თავის თავს იტანჯავს, ან გონია რომ კარგად აკეთებს ყველაფერს, სხვებზე უკეთესი მორწმუნეა, და ან გონია რომ ყველაზე უარესი მორწმუნეა. არამედ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არის ცოდვილი, მრავალი ცოდვა შეიძლება ჩავარდეს, თუმცა რა თქმა უნდა ერიდებოდეს ამ ცოდვას, ყველანაირად ცდილობდეს, რომ ღვთისმცნებისადმი მოიქცეს და თუ სადმე ცოდვაში ჩავარდა, უნდა შეინანოს. და რაც შეეხება ბევრ სულიერ საკითხავს, ადამიანმა იმდენი სულიერი საკითხავი უნდა იკითხოს, რომ არც ზედმეტი მოუვიდეს და არც დააკლოს. აქაც ორგვარი დამოკიდებულებაა. ზოგი ძალიან ბევრს კითხულობს და ზოგი საერთოდ არ კითხულობს. არც ერთი არ შეიძლება. ახლა არც ძალიან ბევრი საკვების მიღება არ შეიძლება და არც რაც სიმშილე არ შეიძლება. ზომიერებაა საჭირო. არც ძალიან ბევრი წყლის დალევა არ შეიძლება და არც საერთოდ არ დალევა. მაგრამ რამდენიც სჭირდება ადამიანს, იმდენი უნდა აიღოს. ყველას ერთნაირი არ სჭირდება. ზოგს ასეთი, ზოგს ისეთი. რაც შეეხება სულიერ საკითხავს, უნდა მოძღვართან შეთანხმებით იკითხოს. რა უკეთესია, რას ურჩევს მოძღვარი, იმიტომ რომ მას შეიძლება უფრო მეტი აქვს საკითხი. შეიძლება არც აქვს უფრო მეტი საკითხი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას მაინც გეტყვის, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის მთავარი, რომ წაიკითხოს. ზედმეტი ცოდნა ადამიანს აზიანებს. ზედმეტი ცოდნა. ზედმეტი ყველაფერი აზიანებს. ნორმალურად ყველაფერი კარგია. თუ მშობელი მამა დასავლეთში ყავს დასაფლავებული დაახლოებით 12 წლის წინ, მაგრამ იმ მხარეს ხშირი შეხება აღარ გაქვს. შეიძლება თუ არა ნეშტის გადმოსვენება აღმოსავლეთში, სადაც ცხოვრობდა დედაჩემიც იქ დაკრძალოთ. ცოლ-ქმარი ერთად რომ იყოს დაკრძალული და სასაფლაოსაც მეტ ყურადღებას მიაქცევდა მშობლების ახლოს მეყოლება. მაგრამ სადაც დაიბადა ადამიანი და სადაც გაიზარდა და იქ დაკრძალული და ფილმაც ალბათ მოიცალოს და ჩავიდეს. მიაგოს ის პატივი. რაც საჭირო. ეს ჩემი აზრია. თუ მე მეკითხებით, ეს ჩემი აზრია. რომ გვესაუბროთ იუდას ცხოვრების წესზე. როგორი ადამიანი იყო, გამოსწორებაზე მსგავსი ადამიანის. მამა გიორგისგან კი გავიგე პასუხი, მაგრამ თulis სხვებისთვისაც კარგი იქნება მოსასმენად, რომ გაიგონ, გაჯიუტებული იყო და დაბრმავებული. ბოლოს კი ვიცით, როგორ დაასრულა სიცოცხლე. მამა გიორგისგან თუ პასუხი გაიგო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, რომ პასუხი აღარ გავცეთ. და თუ აქ ვინმეს დააინტერესდებოდა, ალბათ თვითონაც
ყოველთვის.